საბოლოო endgame ძალიან რთული საქმეა დღეს, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე რაღაცები შეგვიძლია შევაჯამოთ ის, რომ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ ალბათ ირანის პოტენციალის, სამხედრო პოტენციალის განსაკუთრებით მისი ბალისტიკური და საშუალო და შორი რადიუსის რაკეტების დიდი ნაწილი განადგურებულია. ჩვენ ვხედავთ, როგორ დაიკლო მათმა რაოდენობამ, რომლებიც გამოიყენება ისრაელის და აგრეთვე ისრაელის და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფაქტიურად გაერთიანებულ არაბთა ემირატებზე მოდის თითქმის გასროლილი რაკეტების ნახევარი. ეს ნიშანდობლივია, ჩვენ შეიძლება მე ვილაპარაკოთ რატომ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი შედეგი ის არის, რომ უმაღლესი ხელმძღვანელობა პოლიტიკური და სასულიერო და სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი განადგურებულია. აგრეთვე განადგურებულია ირანის სამხედრო ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ იმ ფლოტის, რომელმაც სპარსეთის ყურეში და კერძოდ ორმუზის სრუტის დახურვა უნდა განახორციელოს, ესე იყო ჩაფიქრებული, ყველა მიცოდა, რომ ირანის საპასუხო გეგმებში არსენალში შედიოდა ძირითადად სამი რამ, ესე იგი ბალისტიკური რაკეტების გამოყენება არა მარტო ისრაელის, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, იმ მიზნით, რომ ეს ქვეყნები ამ ქვეყნებში გამოეწვია შიშის რეაქცია, ეს ქვეყნები ისედაც არ ემხრებოდნენ თავიდან ამ სამხედრო ოპერაციის დაწყებას და მათი აზირანელების გათვლით მოსახლეობა და აგრეთვე ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა შეაჩერებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს, იმიტომ რომ ამ ქვეყნებს აქვს ძირითადი გათვლა ეკონომიკის განვითარებაზე, მათ მილიარდობით და ათობით და ასობით მილიარდი აქვს ჩადებული ქვეყნის მოდერნიზაციაზე, ტურიზმის განვითარებაზე, თან იცით რომ ემირატების ერთ-ერთი ესეთი მარკა მათი როგორ ყიდიან თავიანთ ქვეყანას არის სტაბილურესი ქვეყანა, სადაც არის მშვიდობა და კეთილდღეობა, დააბანდეთ ფული აქ, არც არავინ არ შეგეკითხებათ საიდან მოდის ეს ფული და იყავით აქ ჩვენთან მშვიდობაში და სიამტკბილობაში. ასევე არის საუდის არაბეთს დაგეგმილი აქვს რამოდენიმე წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მათზე ძალიან მოქმედებს. ამიტომ ირანს ჰქონდა ეგეთი გათვლა. აგრეთვე ირანის გათვლა ამ ქვეყნების მიმართ არის კიდევ რომ როგორც წესი ირანი აღიქმება სტატუს კვოს დამრღვევ ქვეყნად ამ რეგიონში და ის ყოველთვის ცდილობს ამ სპარსეთის ყურის ქვეყნების მოსახლეობის მათი აზრით ჩაგრული და ასე ვთქვათ ჩაგრული მოსახლეობის ნაწილის აჯანყებას ამ ქვეყნების ხელმძღვანელობების წინააღმდეგ. მაგალითად, ვავიღოთ ერთი კონკრეტული მაგალითი, ბაჰრეინში მაგალითად მოსახლეობის 70% არის შიიტი, მაშინ როდესაც მონარქია და მართველი რეჟიმი არის სუნიტების ხელში და რამდენჯერმე შეეცადა ირანი ამ დესტაბილიზაციის გამოწვევას. აგრეთვე, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებში უნდა მოვიაზროთ აგრეთვე ლიბანიც, სადაც ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა, რომ ირანის მოწოდებას გამოხმაურებოდა და ჩაბმულიყო ომში ისრაელის წინააღმდეგ, ეს არის ჰეზბოლა. საინტერესოა ის, რომ არც ერთი სხვა ქვეყანაში, სადაც ირანის პროქსები არიან, ეს უკვე მეორე სერია იყო, რომელსაც ირანი უმიზნებდა საპასუხოდ, ანუ ეს ბალისტიკური რაკეტების შემდეგ მათი პროქსი ძალების ამოქმედება და ეს ძალები არ ამოქმედნენ მაინდამაინც. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც რეალურად ამოქმედდა, არის ჰეზბოლა. დანარჩენები, არც ხუთისტები, არც ერაყში, სადაც 80-მდე შეერაღებული დაჯგუფება, რომელსაც ირანთან მეტნაკლებად კარგი ურთიერთობა აქვს, არც ხამასის სხვათა შორის არ გამოსულა და არ დაუწყია ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები. ერთადერთი აღმოჩნდა ჰეზბოლა, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ ამ გადაწყვეტილებასაც ეს გადაწყვეტილებაც არ იყო მარტივი მისთვის, იმიტომ როგორც აღმოჩნდა ჰეზბოლას შიგნითაც იყო დაპირისპირება, იმიტომ რომ პოლიტიკური ნაწილი ამ პარტიისაც ცდილობდა რამენაირად ირანის ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებით დაკმაყოფილებულიყო და არ ჩართულიყო ამ ავანტიურაში და იქ სამხედრო ელემენტი ჰეზბოლასი არის პირდაპირ ირანიდან იმართება, ანუ რევოლუციური გუშაგების მიმართ და ისინი მათ ფაქტიურად
თვითონ ლიბანელი შიიტების განსაზღვრებითაც გაწირეს ქვეყანას, სუიციდში ჩააბეს ფაქტიურად ირანი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდნენ მათ, რომ ამას მოყვებოდა ისრაელის მხრიდან ძალიან კაცრი პასუხი. და მესამე ელემენტი, რაც ირანს ჰქონდა ჩაფიქრებული ამ ისრაელის და ამერიკის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ იყო მათი რეგიონალური და გლობალური მოკავშირეების ჩართვა და აქაც უნდა ვთქვათ, რომ დიდად არ გაამართლა მათმა ჩანაფიქრმა, იმიტომ რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი დიდად გარდა იმისა, რომ მათ რა თქმა უნდა დაგმეს ეს ოპერაცია და საკმაოდ კომიკურია, ვისაც ეს ორი ქვეყანა და განსაკუთრებით რუსეთი საერთაშორისო სამართალს ახსენებს ამ მიმართებით, მაგრამ ისინი სამხედრო თვალსაზრისით არ ჩარეულან. იყო ეჭვები, რომ მანამდე სანამ ეს ოპერაცია დაიწყებოდა, ჩინეთი აწვდიდა გარკვეულ შეერაღებას ირანს პაკისტანის გავლით, რუსეთიც აგრეთვე. მაგრამ როგორც მე დაიწყო, ჩვენ ნახეთ, რომ არანაირი სამხედრო დახმარება ამ ქვეყნებიდან არ წამოსულა. ჩინეთი ძალიან ნერვიულობს განსაკუთრებით ენერგეტიკულ სფეროში, იმიტომ რომ ირანი არის მისი ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ენერგიის და ისინი პირიქით მათ ირანს მოუწოდეს, რომ ორმუზის სრუტე არ ჩაკეტილიყო და ანუ სამივე ეს კომპონენტი, რასაც შეიძლება ეყრდნობოდეს ირანის სტრატეგია, რომ გადარჩეს ირანული რეჟიმის, პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის ყოველშემთხვევაში ჩავარდა, ხო? მათ შორის მეზობლების დაბომბვა ძალიან მაღალი რისკის ქმედება იყო თავისთავად და არ მიუღიათ ჯერჯერობით ის შედეგი, ხო, რაც უნდათ ამერიკაზე ზეწოლის კუთხით. ანუ როგორ გამოიყურება ახლა პერსპექტივა, განწირულია დამარცხებისთვის ირანი, შეიძლება ირანული რეჟიმი შეიძლება ასე ითქვას, ხო? სამხედრო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მათ არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ. ჰაერი მთლიანად უკონტროლოა მათი მხრიდან, მათი ანტისაჰაერო თავდაცვითი არსენალიც განადგურებულია. დიდწილად ჯერ კიდევ ივნისში, როდესაც იყო გასული წლის ივნისში 12 დღიანი სამხედრო მოქმედებები ისრაელის და ამერიკის მხრიდან, მაშინ განადგურდა დიდი ნაწილი. ამის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო უნდა. მათ შეძლეს მეტნაკლებად დრონების არსენალის განახლება, მათ რამოდენიმე ათასი, შეიძლება რამოდენიმე ათეული ათასი დრონი აქვს. ეს სხვათა შორის ეს არ არის მთლიანად არაეფექტური იარაღი, იმიტომ ნახეთ, რომ გარკვეულ სამიზნეებს ამ დრონებმა მიაღწიეს მეზობელ ქვეყნებში. იყო ისეთი შემთხვევაც, რომ აი მაგალითად ევროკავშირის წევრ ქვეყანას კვიპროს მისწვდა ეს დრონები, თუმცა ეს დრონები დიდი ალბათობით და სამხედრო წყაროები ამბობენ, რომ იყო გაშვებული ჰეზბოლას მიერ ლიბანიდან, რომელიც ბევრად უფრო ახლოს არის გეოგრაფიულად კვიპროსთან ვიდრე ირანი. ხო, სამხედრო თვალსაზრისით რა თქმა უნდა, არა, თუმცა ამ რეჟიმის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ ის ნაწილი, რომელიც ახლა დომინირებს ირანში, ხო, ეს არის რევოლუციის გუშაკთა корпуსი, ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი დაჯგუფებაა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს. დიდი ალბათობით ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, ამიტომ მთელი ამ корпуსის განადგურება იქნება საკმაოდ რთული, სანამ ისინი არიან, ისინი გააგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას და ამიტომ ცოტა რთული სათქმელია, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, დაჭირდება თუ არა მას სახმელეთო ოპერაცია, არის თუ არა კულისებს მიღმა რაღაცა ტიპის მოლაპარაკებები ამერიკელების მხრიდან, ან ისრაელის მხრიდან ამ რევოლუციური გუშაგების корпуსის გარკვეულ წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ რაღაცა ვენესუელას მსგავსი სცენარი გაითამაშონ, ანუ ესე რომ თქვა ჩაანაცვლონ ეს ყველაზე რადიკალური ფრთა, რომელიც ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და სანამ ცოცხლები არიან, ისინი იბრძოლებენ ბოლომდე ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ. ნუ ეს ყველაფერი ძნელი სათქმელია ახლა ამ წუთში როგორ იქნება, თუმცა იყო აგრეთვე მცდელობა, რომ რეგიონებში, განსაკუთრებით უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ყოფილიყო მათი მხრიდან აჯანყება, აი ყველაზე რეალისტურად გამოიყურებოდა ქურთების მხრიდან აჯანყება, რომელსაც გარკვეული რაოდენობის იარაღიც აქვს და გამოცდილებაც. მათი ნაწილი, ანუ ხელმძღვანელობის სამხედრო ნაწილის ქურთული წინააღმდეგობის ერაყში იყო გადასული და იქიდან შეეძლოთ მათ უკვე იყო რამდენჯერმე განცხადება, მათ გადალახეს კიდეც საზღვარი, თუმცა
თუმცა ბოლომდე არ დასტურდება, მაგრამ არ მგონია რომ ეს საკმარისი იყოს, იმიტომ შეერაღებული რაზმები რაც ქურთებს გააჩნიათ, კიდაც ერაყიდან წამოსული, არ არის ძალა, ეხლა შეიძლება რამოდენიმე 1000 ადამიანზე იყოს ლაპარაკი, რომელიც ხელისუფლებას ხელში აიღებს. თან მან ბევრი ფაქტორია, ირანელებმა შეიძლება ეს ჩათვალონ ირანის რაღაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და სხვა პლაზში გადავიდეს, ასე ვთქვათ, ეს საკითხი. ხო, ასე მარტივი არ არის უბრალოდ ხელით მოწყობა. ერთი საკითხია, რომ შეიძლება რამოდენიმე წლის წინ სანამ ყველაზე მძიმე რეპრესიები დაიწყებოდა ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის წინ, ესეც ყოფილიყო, როცა სამხედრო ინტერვენცია უცხო ქვეყნების მხრიდან იქნებოდა ეს ამერიკა, ისრაელი თუ კიდევ ადგილობრივი რაღაც მეამბოხე ჯგუფების შეარაღება ამ ორი ქვეყნის მხრიდან შეიძლება ახმული ყოფილიყო როგორც ირანის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა, რაღაც იქ პატრიოტული თუ ნაციონალისტური სიმზე ეთამაშა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ირანში საკმაოდ ძლიერია ერის და ნაციის განცდა და პატრიოტიზმი, ყველა ირანელი დარწმუნებულია, რომ 5000 წლიანი სახელმწიფოება გააჩნია ამ ქვეყანას და მიუხედავად იმისა, რომ არიან უმცირესობები, ეს წარმოადგენს მაინც ერთიან ქვეყანას და რადგან ეთნიკურ კომპონენტზე ხაზგასმა არ არსებობს რადგან ეთნიკურ კომპონენტს თავად ეს რეჟიმიც არ უშუქდა ხაზს და დაფუძნებული არ არის ეთნიკურ კომპონენტზე, ამიტომ უფრო მარტივი იყო გაერთგვაროვნება შიზმის ქოლგის ქვეშ ნებისმიერი ტიპის ხალხისა, რომელიც ამ შემთხვევაში ამ ძალიან ჭრელ ეთნიკურ სურათს ქმნიდა ირანის შიგნით. და ახლა ეს ამ შემთხვევაში ამბობ რომ ეს აღარ დგას ასე მკაცრად ეს საკითხი ახლა? უფრო რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ნაკლებად, იმიტომ მას შემდეგ რაც რეჟიმის ლეგიტიმურობა ბოლო რამოდენიმე წელიწადში საკმაოდ დაეცა, ძალიან დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. მე არ მგონია რომ არსებობის 47 წლის განმავლობაში რაც ეს რეჟიმი არსებობს, ასეთ დაბალ ნიშნულზე ყოფილიყო რეჟიმის ლეგიტიმაცია. ამიტომ ყველაფერი რაც მათი მხრიდან მოდის, იგივე ეს რაღაც პატრიოტული და ეს განცხადებები, რომ ახლა უცხო ქვეყნების ინტერვენციას, როდესაც გმობენ და ცდილობენ რამენაირად ირანული ნაციონალიზმის გაღვივებას, ირანელი ნაციონალისტების დიდი ნაწილი სწორედ ამ მოვლების და ისლამური რევოლუციის გუშაგების რეჟიმს მიიჩნევს ანტინაციონალურ რეჟიმად. ისინი ძალიან გახშირდა ესეთი მოწოდებები, რომ ეს ხალხი, ირანელი ნაციონალისტები, თვითონ რომელიც დიასპორაშიც ფაქტიურად ყველა ირანელი, ვისაც მე ვიცნობ, რაც არ უნდა დემოკრატია იყო, მაინც ნაციონალისტია და თავის ქვეყანა ძალიან უყვართ და ისინი ყველანი აცხადებენ, რომ ირანის დღევანდელი მდგომარეობა ის, რომ ირანი საოცრად დასუსტებული ეს ქვეყანა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და რომ რეგიონის ლიდერი შეიძლება იყოს ესე დასუსტებული, იზოლაციაში მოხვედრილი, ფაქტიურად გარიყულია საერთაშორისო ეკონომიკური ქსელებიდანაც, არის ამ რეჟიმის ბრალი და რომ ამ რეჟიმმა ეროვნულ ინტერესებს უყალა და სწორედ ამიტომ მათი მხრიდან ეროვნულ ინტერესებზე და ნაციონალიზმზე კარგი გაგებით და პატრიოტიზმზე საუბარი არის სრულიად უადგილო. ასეც ფიქრობს ძალიან ბევრი. ფიქრობ, რომ უმრავლესობა, საგრძნობი უმრავლესობა ესე ფიქრობს. რა თქმა უნდა, რეჟიმს ყავს თავისი მხარდამჭერები, იგივე ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ბევრ ესეთ ავტორიტარულ ქვეყანაში არსებობს და ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ ღებულობს, ასე ვთქვათ, ბენეფიტებს ამ რეჟიმიდან, ეკონომიკურ ბენეფიტებს, ქვეყნის ეკონომიკის 60% კონტროლდება, დაახლოებით სხვადასხვა წყაროების მიხედვით 60% კონტროლირდება ისლამური რევოლუციის გუშაგების მიერ. ისინი მათი შვილიშვილები ცხოვრობენ ევროპაში და ამერიკაში და ყველანაირად ყოველგვარი კეთილდღეობით სარგებლობენ და აგრეთვე ეს რელიგიური ნაწილი, რომელიც მთლიანად შეზრდილია ამ ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსთან, ისენც რომ ძალიან ბევრი თვითონ შიიტური ასე ვთქვათ რელიგიის წარმომადგენლებიც საკმაოდ ცნობილი ულემები, ანუ ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რეჟიმი იმართება არის სამხედრო თეოკრატიული და არა თეოკრატიულ სამხედრო, რომელიც ადრე იყო, თქვათ 80-იან 90-იან წლებში. იმიტომ ამ ნაწილმა ამ ისლამური რევოლუციის გუშაკებმა ფაქტიურად ესენი აკონტროლებენ ყველაფერს ირანში და ეს რელიგია არის რაღაცნაირი შირმა, რომლითაც ისინი მიიღბავენ მათ ესე ვთქვათ პრედატორულ და მტაცებლურ ბუნებას.